2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება 2008 წლის აგვისტოს ომი და აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მორიგ-სლომაზე ამ საკითხებზე ემჟელა. მოგვიანებით კი საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებსა და სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებულ საპატიმრო პირობებზე ემჟელეს. კოდორის ხეობისა და აგვისტოს ომის საკითხებზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ემზარ კვიციანსა და ავნების ყოფილ გამგებელს გიორგი კაპანაძესაც მოусმინა. 25 ივლისი არის, როცა შემოვიდნენ უკვე, მე შეკრებილი მყავს ხალხი და სულ ყველა არის წინააღმდეგი იმისი, რომ შევხვდეთ პირდაპირ და დაველაპარაკოთ ხელმძღვანელობას, ანუ ოქროშოვს, მერაბიშოვს და ამათ პირდაპირ დაველაპარაკოთ, რომ არ შეიძლება აქ შემოსვლა. უკან გამომყვნენ რამოდენიმე ადამიანი. ავედი და მინდა პირდაპირ მარტო შევხვდე და უთხრა პირდაპირ, რომ აი გავიდა პატარა ხანი და ქვეყანა ხალხი შეერაღებული ჩემს ირგვლივ უცებს გაჩნდნენ, რომლებიც შეხვედრაზეც კი არ იყო. მოკლედ ატყდა სროლები. სროლები ატყდა ისეთი, რომ მოკლედ აი მე მქონდა ყველაფერი იქაურობა. ვინ ვისესროდა, ვინ ვისესროდა? არ ვიცი ჯერ ვინ ვისესროს. ეხლა სასამართლოზე გაერკვა მე ჩემს სასამართლოზე, ვინ ვისესროდა. ვინ გაისროლა პირველი, რატომ გაისროლეს, ყველაფერი მე სასამართლოზე დავადგინე. პირველი ვინ გაისროლა. ეს კითხვა იყო დასმული და ანზორ მარგიანმა მისცა ასეთი ჩვენება. პირველი გაისროლა ლევან გვაზავანო. რატო გაისროლა? იმიტომ რომ რაციები არ მუშაობდაო და წინა მანქანაა გაჩერებული იყო. ამ დროს შეკითხვა რო დაუსვიდა, დანარჩენებს რაციების მუშაობდა და ყველაფერი მუშაობდა. ორი ჯარისკაცი დაგვიჭრაო, ოქრაშვილიც სიტყვები გახსოვთ ალბათ. სასამართლოზე შემოვიდა ეს დაჭრილი, ანუ დაზარალებული ჩემგან დაზარალებული და აქვს ტყვია მოხვედრილი წინიდან. აი როგორ გავიგე, რომ ვინ ესროლა და რატომ მოხდა ტყვია. ვეკითხები, ქალბატონო თეა, გახსოვს მეთქი ტყვია რომ მოხდა, როგორ იდექი თქვა? კი, როგორ არ მახსოვსო. მდინარე საკენი რომ მხარეზე იყო შენგან თქვა. მარჯვენა მხარესო, ანუ შემოტრიალებული იყო თავისი ჯგუფ ქფისკენ და იქიდან მოხდა ტყვია. ანუ თავისიანმა ესო. მე არ გიფიქრია რომ შენიანმა გესროლა მეთქი? რა არ მიფიქრია, მე ზუსტად ვიცი რომ ჩემიანება მესროლა. რისთვის იყო ბატონო ემზარ ეს ყოველივე ეს დადგმული იყო თუ რა? კოდორის ჩასაბარებლად. ეს იყო რა თქმა უნდა მოსკოვში დაგეგმილი, მაგრამ ერთ რაღაცას კიდე დავამატებ, რომ ამერიკელები ერიunen მაგ საქმეში. ამერიკელები ერიunen რატო ვიცი მაგი? იმიტომ რომ ოთარი შალიკაშვილი რო იყო წარმომადგენელი ამერიკელების ჩვენთან აქ საქართველოში, პირდაპირ უთხრა ჩვენს მაღალ ჩინოსანს ერთ-ერთს და გამოუშვა ჩემთან, რომ კოდორია შესაბარებელიო. რატომ არის შესაბარებელიო? ეკითხება ეს ჩვენი მაღალ ჩინოსანი, იმიტომ რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებულიო. რომელი ხელშეკრულებაო? ეს შენი საქმე არ არისო. ჩვენს მაღალ ჩინოსანს ეუბნება, ეს შენი საქმე არ არისო. ეხლა დავამთავრებ. დაასრულეთ. მე ვუთხარი რომ გამორიცხულია მეთქი მე ერთ გოჯას არ დავუთმობ თქვა და წამოხდა შემომეხვია გადამკოცდა ვიცოდი რომ ამას მეტყოდიო გახარებულმა წავიდა იქიდან აი და ამის მერე აი აქ ახლა ამ შემთხვევაში კოდორის შემთხვევაში გაერთიანებული იყვნენ სულ ყველა ჩვენს წინააღმდეგ აბსოლუტურად და ეთყობა რაღაცა ხელშეკრულება არსებობს რომელიც ჩვენ არ ვიცით რომ კოდორი უნდა ჩაბარებული იყო ეხლა ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით კიდე და ციფრს 2006 წლის 13 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და პუტინი ქალაქ სოჩაში. თუ იცით ამის შესახებ რამე? ზღვაში რო გავიდნენ და 2 საათი რო იყვნენ იქა. იქიდან რო დაბრუნდა და რო ჩამოვიდა საქართველოში და ხელათ რო ორფულო წამოიწყეს. აი იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. აბსოლუტურად ძალიან ბევრი რამე 8 წელიწადი ვიყავი რუსეთში, ძალიან ბევრი რამე გავიგე, ძალიან ბევრი რამე ფაქტებით ვიცი. ბატონმა ურაშულმა გენერალმა მამუკა ურაშულმა 1900 იბოდიში 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა ღალატი სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ მონადირეს გაუქმებას. მან
აქ ახსნა კომისიაზე ახსნა განმარტების დროს დაადასტურა სიტყვა ღალატის მერიდა, მაგრამ კლიანობაში დაადასტურა რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული სამშობლოს წინაშე ჩადენილი და მეორე ბატონმა გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო რომ მან ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება კოდორის ხეობაში მაშინ, როდესაც იქიდან ჯარი გამოდიოდა, ჯარი რომელსაც იარაღი დაატოვებინეს, იქ და ეს იარაღი დარჩა რუსების ხელში. ქართული კუთხე, ქართული მიწა-წყალი შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში მამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე რომ ერთი ტყუის გასროლა არ მოხდა. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩაბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყუის გაუსრულად. ეს მინდოდა და მეთქვა. 6 აგვისტოს ჩემთან შემოვიდა ხეობაში გუბერნატორი შიდა ქართლის რწმუნებული ბატონი ლადო ვარძელაშვილი და პოლიციის სამმართველოს უფროსი ბატონი დათო ტაბუცაძე. ეს ორი იყვნენ შემოსულები. მითხრა რომ დილით 7-შიო, გელოდები გორშიო, 8 საათზეო, მანქანები დაგხვდება დატვირთულიო, პროდუქტი დატვირთული, ფქვილით რაღაცა. და სახურავის მასალებით დატვირთული მანქანები, რომლებიც უნდა წამოიყვანო ხეობაში, გზის ჩაკეტვის შემთხვევაშიო, რომ ჩაიკეტოსო, მარაგი გქონდეთო. 6-ში ისეთი ამბავი იყო, მთელი ღამე, რომ მე დილით ვეღარ მოვახერხე გორში ჩასვლა. ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ვარჩიე, რომ გორში ჩასვლას და პროდუქტების ამოტანას გამეკეთებინა იქიდან ევაკუაცია ბავშვებისა და ქალებისა. სახაზო ავტობუსები, რომლებიც უკვე ვეღარ მოძრაობდნენ, თბილისი ავნევი, ნულიგორი, ხაშურის, აი ეს ავტობუსები მოვაგროვეს, სკოლის ავტობუსები და იმით გავაკეთე ევაკუაცია. წითელი ჯვრის ოფისები იყო, ცხინვალშიც იყო, გორშიც იყო. და ვთხოვე, რომ იქნებ შემოსულიყვნენ, რომ აი ეს კოლონა რო დაიძრებოდა, ბავშვების კოლონა, რომ არ ესროლათ და რაღაცა შეთანხმება მომხდარიყო ოსურ მხარესთან. მითხრეს, რომ დავლოდებოდი დაახლოებით საათნახევარი ველოდე 12-ის ნახევარზე შემოვიდნენ. წითელი ჯვარი შემოვიდა და დაიძრა ეს კოლონა, დაიძრა და გამოვიდა. დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, როცა არ ვიცი რა, ეგეთი რა იყო. სამშვიდობო ძალებს იქ ჰქონდათ გაკეთებული ბლინდაჟი, რომელზეც იყო დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის კრუგლიაკი დალაგებული და ზევიდან იყო 1 მეტრო მიწა დაყრილი. სადაც თავსაფარებდნენ და ბომბის დროს. და ეს რაღაცა რაც დააწყეს, ეს არ იყო ახლოდან გამოსროლილი, ეს არ იყო იქვე იმ მანძილიდან 1 კილომეტრიდან შორიდან რაღაცა დაარტყეს, მე არ ვიცი რა იყო. დაახლოებით 10 მეტრზე წაიღო ეს მორები, ეს მიწა და ეს მორები აიტანა 10 მეტრზე, დაბლიდან უყურები და ჩანდა. და მაშინ დაიღუპა 2 მშვიდობის მყოფელი. თაყაძე და ტრაპაიძე. გადიოდა საათებით, რომ 40 გრადუსი სიცხე იყო იმ დროს. ალბათ გეხსოვნება, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო. და საშიშროება იყო იმისა, რომ ეს დაჭრილები მართალია პირველად დახმარება აღმოუჩინეთ სიცხეს შეწყვეტა რაღაცა იქ ამბულატორიაში ყავდა ექთნები, ექიმები, მაგრამ ამათ ესაჭიროებოდა თუ გამოყვანა და ვერ გამოყვავდა. 8-ში გამთენისას 5 საათზე შემოვიდა მე-4 ბრიგადა. ეს იყო დაახლოებით 15-მდე. ეს 75 იყო ტანკი და ქვეითები მოსდებდნენ ეგრეთ წოდებული პიკაპებით, მანქანებით. შემოვიდნენ ავნებში გაჩერდნენ, ჩვენ გაგვიკვირდა რა, ავნებში დადგნენ, აღარ იძროდნენ, ეთყობა ბრძანებას ელოდებოდნენ და დაახლოებით 3 საათი იყვნენ სოფელ ავნებში, ცენტრში და მერე დაიწყეს მოძრაობა ცხინვალის მიმართულებით. ცხინვალიდან ავნევიდან ცხინვალამდე არის 9 კილომეტრი. მათ მოუსწოთ რუსულმა ბომბდამშენებმა და ფაქტიურად ის კოლონა გაანახევრა რა. ესე თუ ტანკები ეგრე ადვილად იწვებოდნენ, მე არ ვიცი, როგორც ბიჭის კარობკები ეგრე დაიწვე. აი კოლონა ფაქტიურად მოტრიალდა ეს კოლონა, აღარაც სადაც ცხინვალში და ისევ ავნებზე წამოვიდა და ჩამოიარეს. აი მსუბუქი მანქანები ჩამოატარეს დაჭრილები და მიცვალებულები. რა თქმა უნდა, სულ ყველა ვერ წამოიყვანეს და მე იქვე აი ესეთი თხრილები იყო და
მიეყარეს მიწა რა თვითონ ალბათ ოსებმა მე რომ დამშვიდა სიტუაცია და გახსოვთ ალბათ პატრიარქი რომ შევიდა და მიცვალებულები რომ გამოიყვანა ზუსტად ეს მიცვალებულები იყვნენ რომლებიც იქ დაიხოცნენ მაგრამ ჩვენი კომისიის ხდომებს თქვენ ადევნებდით თვალს წინა კვირაში გადავახვიე და ყურაშვილის იმას უსმინე ნაწილობრივ გოგავას რაიმე შენიშვნა ხო არა გაქვთ მათ მიერ მონათხრობ ფაქტებთან დაკავშირებით აი გამიკვირდა რომ დროში ასლენილები იყვნენ რაღაცა და ფაქტები არასწორი იყო ხო მე უბრალოდ გამიკვირდა იმიტომ რომ არა 6-ში არა 7-ში არა და ამ საათზე რავი როდის შეწყდა როდის დაიბლოკა ევაკუაცია როგორ მოხდა რანაირად აი ეს ყველაფერი რა რაღაცა მე უბრალოდ გამიკვირდა ჩემი მოსახლეობაც მირეკავდა შემდეგ რომ მეკითხებოდნენ რომ რა ხდებაო რა რატოა ეს რიცხვები არეულიო რა რატო ყვებიან იმას რაც არ იყო სიმართლე მე მივალ ადგილ თუ მე გამომიწახდა მე სიმართლეს მოვყვები 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა. ამ ურჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას. თანახმახარ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. საკუთარი პოზიცია გამოხატა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ. 5 აპრილს რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები გამოქვეყნდა, 9 აპრილს კი უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. აღნიშნულ პროცესში მთავარ ფიგურას საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 86 წელი შეუსრულდა. 31 მარტს ზუსტად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან და ზუსტად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ 31 მარტი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა. ეს იყო ისტორიული ნაბიჯი საქართველოს საუკუნოვანი ოცნების, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისა და მშენებლობის გზაზე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ნიშანდობლივია, რომ ამ ისტორიული პროცესის მთავარი ფიგურა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდათ, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. საქართველოს შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე. დიდება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს. დღევანდელ დღეს ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე რეფერენდუმის გარდა დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესაა. სწორედ ზუსტად გამსახურდია რეფერენდუმიდან 9 დღეში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. შალვა-ყვაშვილი წერს, რომ არავის აქვს უფლება კითხვის, ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს საერთო მონაპოვარი. შალვა-ყვაშვილი აზიარებს 2024 წელს წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლასაც და წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს. საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განიღო. დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად მის გამტკიცებას ცდილობს. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასდროს დასრულდება. საქართველოს ყველა თაობის პრივილეგია არის და უნდა იყოს საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა, მისი დაცვა და სიძლიერე. სწორედ ამიტომ პირველ რიგში კარგად უნდა ჩავიბეჭდოთ თავში და არჩევანს ვაკეთებთ. მისი მემკვიდრეები ვართ და სალდგავართ. 31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენას და დიქტატს. მათ ხმამისა არა ბატონის შეცვლას, ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი. გამლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა. სწორედ ამიტომ დღეს არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის, ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი. არავის აქვს უფლება გაცვალოს ჩვენი დამოუკიდებლობა ახალ მონობაზე, ახალ ვასალობაზე. უცხო ქვეყნის გავლენასა და მათ ინტერესებზე. რაოდენ თვალის მომჭრელად არ უნდა ეჩვენებოდეთ რომელიმე უცხო ტომლაზე დაქვემდებარება.
ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა თქვა და გამოავლინა თავისი ნება. გამოავლინა 1991 წლის 31 მარტს და გამოავლინა 2024 წლის 26 ოქტომბერსაც, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა ამ არჩევნებს რეფერენდუმის შინაარსი შეძინეს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ საბჭოთა იმპერიაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს მენტალობას. ამის შედეგია, რომ სხვისი დროშების მოფრიალი ადამიანები კვლავ ეძებენ მფარველს, ახალ ბატონს, ახალ ჰეგემონს, მამას და ქოლგას, რომელიც შეიფარებს უპატრონებს, რისკებისგან დააზღვევს, აჭმევს და გაათქოს. მონობის ამ სურვილის მიღმა იმალება უმციფრობა და ინფანტილიზმი. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ უნდა გავიზარდოთ და ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ყველანი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ერთად გადავწყვეტ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვებედი, ვინ გავეხადოთ ტრად და მოყარეთ და რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ. ეს დღე ჩვენია, ყველა მოქალაქის, ვინც თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ირჩევს, ვინც მტკიცებთ თქვით, რომ გვინდა მართოთ და არა გვმართონ. 31 მარტის რეფერენდუმი ეკონომიკური მაჩვენებლები და ქართულ ბაზარზე ახალი ბრიტანული ავიაკომპანიების შემოსვლა, საგადასახადო შეღავათები, ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სტარტაპერებისთვის და მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაფართოება. ამ საკითხებზე ისაუბრა დღეს მთავრობის ხდომის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. და სწორედ ამ რეფერენდუმს რამდენიმე დღეში 9 აპრილს მოყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამორჩევლის 90%-ზე მეტმა. დამოუკიდებლობის იდეას ხარი დაუჭირა ამორჩეულთა 99%-ზე მეტმა. შესაბამისად შედგა ერთსულოვნება, ქართული ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს იად გამსახურდიას, რომელიც იყო რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულის ჩამდგმელი და ბატონი უნდა მივაგოთ, რა თქმა უნდა, მის ხსოვნას. ეს წლები იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის. 1991 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ 4 სხვადასხვა ომი, 2 სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, მათ შორის უძიმესი ეკონომიკური კრიზისები და შემდეგ, თუმცა საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავაფრთხილდეთ, რა თქმა უნდა. მომავალშიც დამოუკიდებლობა შეიძლება მუდმივი გაფრთხილება და დღეს თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. და ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავაფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ამ წლების მანძილზე დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მოვიგონოთ და პატივმიობოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეძინენ ომებს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მინდა ყველას უსურვო, ყველას გისურვოთ საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. დამოუკიდებლობისთვის, როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. ჩვენ დავყურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში, როგორც მოგეხსენებათ, ჰქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. შარშანაც ჰქონდა ჩვენ ამ კუთხით ძალიან დადებითი მაჩვენებელი, 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ამ ტენდენციის შენარჩუნება. როგორც მოგხსენებათ, საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%, ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება, აქამდე ჩვენ შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევინარჩუნოთ, შევასრულოთ. როგორც მოგხსენებათ, სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით 2025-29 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც. ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია. და მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, როგორც მოგხსენებათ, ბრიტანული ავიაკომპანიები, British Airways და EasyJet შემოდიან საქართველოში. უკვე იწყება ფრენები, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები უწყობდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურები იყო ჩართული მოლაპარაკებებში, განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის. 30 მარტიდან, ან გუშინდელი დღიდან უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირ ფრენები, რომელიც შესრულდება კვირაში 4 სიხშირით British Airways-ის მიერ. ეს რა თქმა უნდა ასევე ტრანზიტულ ფრენებსაც გაადვილებს, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია EasyJet შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან კვირაში 2 სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ თავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს. კერძოდ, ქართული სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან 0%, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას. და ბოლოს საკითხი, რაც მინდა შევეხო, უკავშირდება მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაძლიერებას, კერძოდ გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება. ეს კანონპროექტი, სამის კანონპროექტი ახლოს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. ასევე გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის და დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რასაც თქმა უნდა უკვე კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის მიზანია სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობის და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება. ქართული ოცნების ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის კონსტიტუციურად აკრძალვის შესახებ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის დევნად მიიჩნევს და ამბობს, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც დღეს საქართველოში უნდა ეკრძალოს, ქართული ოცნება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, სააკაშვილის რეჟიმის ჩადენილ დანაშაულებს იხსენებენ და ამბობენ, რომ იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ქმედება ვერავინ ჩაიდინოს, საჭიროა ქართული პოლიტიკიდან სისხლიანი პარტიები გაქრეს. სავალდებულო გამარტივებული წესით განხილვის მოთხოვნა და სამწუხაროდ ბიუროზე რაც გაიტანენ ამას ნაკლები მუშაობა, აქ პარტიული პარლამენტია და ნებისმიერ კანონს მიიღება, ხედავთ ისეთი ცირკია, რომ უმრავლესობის წევრები გამოყავთ და ამბობენ, რომ აი დღეიდან ეს შეასრულებს ოპოზიციონერის როლს.
ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა არ იქნება აზმოვუდნელი ეფექტის მატარებელი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას და ასევე იქ ხაზგასმულები სხვა პარტიები შეიძლება აიგზავნოს და მე ამას მივაწერდი 2012-დან 2025 წლამდე ზრდას აი ამ რაღაც კომისიის ფარგლებში, ჭალებში გამოსაძიებელი ფაქტების, ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში ჩაახშენ ოპოზიციური აზრი. საერთოდ დღეს ჩვენ უყურებთ, ასე ვთქვათ, როგორ ხდება ბიძინას ნაცების მხრიდან აი იმაზე ორიენტების აღება, რომ მოხდეს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, თუ არ ვიცი, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა. იმდენი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენი ნაცია დღეს ქართულ ოცნებაში, აი უბრალოდ პორტირებული, სასამართლოში, აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარლამენტში, რა ვიცი, 30%-ზე მეტია ნაცები ქართული ოცნების რიგებში. 13 წლის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად ნაცები გადაიბარეს უბრალოდ და გააძლიერეს. ამიტომ ამ კანონპროექტით ხილად იყვნენ საკუთარი პარლამენტის, აჭარის უმაღლეს საბჭოს, სასამართლოს გაუქმება არ მოუწიოთ. პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები, ფაქტიურად დანაშაულებრივი სინდიკატები, რომელთა საქმიანობის სფეროში შედის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, ომის პროპაგანდა, შუღლის გაღვივება და ასე შემდეგ. მოხდეს მათი ჩამოცილება პოლიტიკური ავანსცენიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, ამიტომაც ჩვენი ვალდებულებაა, რომ რეალური წინსვლა უზრუნველყოთ დემოკრატიისა საქართველოში და მივიღოთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის სარდლენის გზით მოვითხოვოთ ისეთი პარტიების საქმიანობის აკრძალვა, რომელიც ამ მავნებლურ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა საქართველოში.